აი თუ ვიტყვით რომ ყველაზე პოპულარული საკვები დანამატები რომელია? აუცილებლად შევა მაგ ჩამონათვალში კომპლექსური ვიტამინები, D ვიტამინი, C ვიტამინი ხშირად, ომეგა-3 და მწვანე ჩაი. მწვანე ჩაის ექსტრაქტი. ანუ მწვანე ჩაის ექსტრაქტი რეალურად არის ხალხის ერთ-ერთი ყველაზე უსაყვარლესი საკვები დანამატი. და რა აქვს ესეთი? რატო ესეთი გამორჩეული მთელი საკვები დანამატების ბაზრის 10% თითქმის 10% შეიცავს მწვანე ჩაის. რატო ესეთი მნიშვნელოვანი? რა შეიცავს? ან რა შედეგები აქვს ესეთი, რომ ამ ხელა მნიშვნელობა ენიჭება მწვანე ჩაის? ან რისთვის სხვავენ ადამიანები? პირველი ყველაზე ხშირი, ყველაზე მთავარი რატომაც მწვანე ჩაის ექსტრაქტს სხვავენ არის წონაში დაკლება. წონაში დაკლებისთვის სხვავენ. მეორე, ანტიოქსიდანტური მოქმედება. ანტიოქსიდანტური მოქმედება არის დაახლოებით რასაც ადამიანები ვეძახით რომ ტოქსინებისგან გაწმინდა ორგანიზმი და დაბერება შეანელო ან შეაჩერო. მესამე, რისთვისაც სხვავენ ხოლმე არის დაბერების საწინააღმდეგო მოქმედება და ზოგი ადამიანი იყენებს როგორც გულისთვის და ქოლესტერინის საწინააღმდეგო მოქმედებას. ანუ მწვანე ჩაის მთავარი ეფექტი რეალურად არის წონაში დაკლება. კვლევების 82% მეტაანალიზები რაც ჩატარებულია 1000-ობით ადამიანზე მიუთითებს რომ წონაში კლებას ყოველთვის აჩვენებს მოკლედ რა მწვანე ჩაის ექსტრაქტი. აქვე ვიტყვი რომ მწვანე ჩაის ექსტრაქტი და მწვანე ჩაი ერთი და იგივე ტექნიკურად ერთი და იგივეა, ესე იგივე მოლეკულა იქითაც და აქედან, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში არ არის ერთი და იგივე, იმიტომ რომ როცა სვა მწვანე ჩაის დაახლოებით მთავარი მოქმედი კომპონენტი რაც მწვანე ჩაის აქვს, რაც წონაში აკლებინებს, არის დაახლოებით 50 მილიგრამი. და როცა იღებ როგორც საკვები დანამატ ექსტრაქტს, როგორც კაფსულით, იმ კაფსულებში როგორც წესი შედის 150 ან 200 მილიგრამი ეს მთავარი კომპონენტი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთი კაფსულა უდრის რომ 4 მწვანე ჩაი დაგილებია და ხა 4 მწვანე ჩაის დალევა დღის განმავლობაში ძნელია, თუ ორ კაფსულას სვავს ადამიანი ნიშნავს 800. ამ უზარმაზარი სხვაობაა მოკლედ კონცენტრაციებში. აი ეს არის განსხვავება, თორემ მოლეკულა რა თქმა უნდა ერთ და იგივეა. მთავარი აზრი როგორც რითიც წონაში აკლებინებს მწვანე ჩაი არის EGCG ესეთი კომპონენტი შეიცავს. ეს არის ყველაზე მთავარი მოქმედი შემადგენელი ნაწილი მწვანე ჩაისი ეპიგალოკატექინ გალატე ესე ითარგმნება, იშიფრება და ვინაიდან ძნელი და ეს თითქმის მოუხერხებელი სათქმელია, ამიტომ ეძახიან EGCG-ს. ეს EGCG რას აკეთებს? ნორადრენალინის დაშლას უშლის ხელს. ნორადრენალინი რა არის? ნორადრენალინი არის სტიმულანტი, მოკლედ ასტიმულირებს მოქმედებას, ასტიმულირებს ცხიმების დაწვას, ასტიმულირებს სითბოს წარმოქმნას, ასტიმულირებს ჩვენ ორგანიზმში ყავისფერ ცხიმს. ყავისფერი ცხიმის ისეთი სახეობაა, რომელიც წვავს ცხიმებს. ყავისფერი ცხიმის სახეობაა, რომელიც წვავს ენერგიას. ანუ ცხიმის წვავს არაპირდაპირ გაგებთან ენერგიას მოიხმარს და ბევრი ენერგიის მოხმარება ნიშნავს ცხიმის წვას. ჯამურად აისახება როგორც ცხიმის წვად. ანუ მეტი ნორადრენალინი რჩება ჩვენს ორგანიზმში, ჩვენ სისტემაში და ეს ნორადრენალინი აჩქარებს ჩვენს მეტაბოლიზმს. და აჩქარებული მეტაბოლიზმი ნიშნავს ერთის მხრივ რომ მეტი ენერგია იწვის მოსვენებულ მდგომარეობაში. აი დაახლოებით რომ წარმოიდგინე რომ ვარჯიშობ, რა ენერგიასაც ვარჯიშის რო წვალ, ეგეთ ენერგიას წვალ მოსვენებულ მდგომარეობაშიც. აი ეგ არის. ამას აკეთებს EGCG. რა თქმა უნდა, ეს არ შეესაბამება ძლიერ ვარჯიშს. ეხლა შენ თუ ძალოვან ვარჯიშობ და ეხლა EGCG-W და ეს ალტერნატივა ესე არ არის, მაგრამ დაახლოებით 11%-ით აჩქარებს მეტაბოლიზმს რამდენიმე საათის განმავლობაში, დაახლოებით 6 საათის განმავლობაში. ნუ მერე ნელა მცირდება. მეორეს მხრივ ცხიმების ოქსიდაციას აძლიერებს ეს ნორადრენალინი თვითონ მიტოქონდრიაში უჯრედებმა რომ პირდაპირ დაწვან ცხიმი, მოკლედ მოიხმარონ ცხიმი როგორც ენერგიად ამას აკეთებს. ან რამდენიმე მოქმედების მექანიზმი. მესამე მოქმედების მექანიზმიც აქ ამ EGCG-ს თავის ტვინში ნორადრენალინის რაოდენობა რომ იზრდება, მცირდება შიმშილის გრძნობა.
ან ნორადრენალინი მოქმედებს არაპირდაპირ დოფამინზეც, დოფამინის რაოდენობაც იზრდება და ადამიანს ნაკლებად შეა. ჯამურად ეს ყველა კომპონენტი ერთად იწვევს იმის გრძნობას, რომ ადამიანს ნაკლებად შეა და ენერგიას მეტად წვავს და წონაში იკლებს. აი ეს არის მთელი ამბავი. ხშირად ამატებენ მწვანე ჩაის კოფეინს. კოფეინი და მწვანე ჩაი ერთად არის ხოლმე კომბინაციაში. უფრო უკეთესი ეფექტი აქვს, უფრო უკეთესი ეფექტი ისთვის. კოფეინიც სტიმულანტია ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს როგორც სტიმულანტი, მწვანე ჩაიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, აუმჯობესებს ყურადღებას, კონცენტრირებას, მობილიზებას, ტვინი უკეთესად მუშაობს. ამიტომ რომ მწვანე ჩაი, ანუ ეს EGCG კონცენტრაციას აუმჯობესებს, ფოკუსს აუმჯობესებს და ამიტომ ესაც mental clarity ამბობენ, ქართულად არის როგორც გონებრივი სიცხადე ან ნათელი გონება, რა ვიცი როგორც ხინდა თარგმნეთ. ადამიანის ტვინი უკეთესად მუშაობს, მოკლედ, როცა მეტი ნორადრენალინია და ამას აკეთებს EGCG. მეორე ყველაზე დიდი საქმე, რასაც აკეთებს მწვანე ჩაის ექსტრაქტი, არის ანტიოქსიდანტური მოქმედება. ანტიოქსიდანტური მოქმედება როგორ გავიგოთ? გავიგოთ პირდაპირ ორგანიზმში, რომ თქვათ, არის მავნე ნაწილები, რომელიც დაბორიალობენ, რომელიც ეჯახებიან უჯრედებს, ეჯახებიან ცილებს, ეჯახებიან დნმ-ს და აზიანებენ, როგორც მახვილი, რომ დადიოდეს და გლეჯდეს, რასაც შეხვდება ესე. და ამ შემთხვევაში ეს EGCG პირდაპირ უკავშირდება ამ თავისუფალ რადიკალებს, შებოჭავს, როგორც რომ შემოახვიო დანას ძალიან სქელი ნაჭერი და ეს დანა ვერაფერს ვეღარ ააზიანებდეს. აი დაახლოებით ამ ბუდეში რო ჩასვა. ეგეთ რაღაცას აკეთებს და ოქსიდაციური სტრესისგან იცავს ორგანიზმს. ოქსიდაციური სტრესისგან იცავს ორგანიზმს ძლიერად. მაგალითად, ძალიან ცნობილი ანტიოქსიდანტებია ვიტამინი C, ვიტამინი E. და აი ამ ორ ვიტამინთან შედარებით დაახლოებით 25 ჯერ ძლიერია EGCG, როგორც ანტიოქსიდანტი. როგორც ანტიოქსიდანტი. ანუ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია საერთოდ, რაც კი არის მცენარეული და ბუნებრივი გზით, რისი მიღებაც შეიძლება. ახლა ეს აისახება თუ არა, ისე არ გამოვიდეს ახლა რომ ამბობს ადამიანი, რომ ამას აკეთებს და რითი გავსაზღვროთ და ვერაფრით უბრალოდ დაიჯერო. არა, ესე არ არის, რა თქმა უნდა. არსებობს ანთების მარკერები სისხლში, მაგალითად ინტერლეიკინ 6 ან C-რეაქტიული ცილა, ტუმორ ნეკროზ ფაქტორი. ამების განსაზღვრა ხდება ხოლმე და მაგაც დონეს წევს ქვევით. ასევე დაახლოებით 35%-ით წევს ქვევით ოქსიდაციური სტრესის მარკერებს. ეძახიან MDA-ს, სისხლში განსაზღვრება ეს ოქსიდაციური სტრესის მარკერებიც, MDA 35% წევს ქვევით, ანუ ოქსიდაციური სტრესი რა დონეზე ამცირებს ქვევით. და ახლა რეალურ ცხოვრებაში რაში გამოიხატება ეს ყველაფერი, ხო? ადამიანი იკითხავს, რეალურ ცხოვრებაში გამოიხატება, რომ ამცირებს ქრონიკული დაავადებების რისკს, ვინც ხანგრძლივად გამოიყენებს ამას. ამცირებს სიმსივნეების განვითარების რისკს და კანიც კი უკეთესად არის, იმიტომ რომ ანუ კანის დაბერებასაც კი ამცირებს, იმიტომ რომ ოქსიდაციური სტრესია რეალურად, რაც ჩვენ კანს აბერებს, რაც ჩვენ კანს აზიანებს და მერე აბერებს. ეს არის ოქსიდაციური სტრესი და ოქსიდაციური სტრესს ამცირებს მნიშვნელოვნად მწვანე ჩაის ექსტრაქტი. მესამე, რასაც აკეთებს მწვანე ჩაი, არის ქოლესტერინის. ქოლესტერინის დონეს ამცირებს. განსაკუთრებით ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს. ცუდ ქოლესტერინს ეძახიან LDL, ან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები. მათ დონეს ამცირებს საშუალოდ, არა ძალიან ძლიერად, მაგრამ დაახლოებით 10% და 10% შემცირება ბევრ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია. 10% შემცირება ნიშნავს, რომ ნაკლები რისკი აქვს ადამიანს განვითარდეს გულის დაავადებები. ნაკლები რისკი აქვს ადამიანს განვითარდეს ათეროსკლეროზი, რომელიც სისხლძარღვების პრობლემაა და ასაკში რომ შედის ადამიანი, მე იმდენად ურტყავს ეს ათეროსკლეროზი მთელ ორგანიზმს, რომ მე ემართებათ ინსულტი, გულის დაავადებები, თირკმლის დაავადება და სხვა ქრონიკული დაავადებები, იმიტომ რომ სისხლძარღვებია დაზიანებული, იმიტომ რომ ათეროსკლეროზი აქვს. აი ეს არის. ახლა ქოლესტერინის დონეს როგორ ამცირებს ორგანიზმში? ერთი
ნაკლები ქოლესტერინის შეიწოვება, როცა ადამიანი იღებს მწვანე ჩაის ექსტრაქტს, ნაწლავებიდან ნაკლები ქოლესტერინის შეიწოვება, ნაკლები ქოლესტერინია ორგანიზმში. ასევე ღვიძლში ნაკლები ქოლესტერინის წარმოიქმნება, ქოლესტერინის წარმოქმნას უშლის ხელს და ქოლესტერინის დამაზიანებელ ეფექტს უშლის ხელს. სხვა თვისებებიც აქვს კიდე მწვანე ჩაის, მაგალითად აუმჯობესებს ინსულინის მგრძნობელობას. ინსულინის მგრძნობელობას აუმჯობესებს 60%-ში ადამიანების საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგია რეალურად, ერთი რომ გლუკოზის უჯრედების მიერ გლუკოზის მიღებას აუმჯობესებს და მეორე ოქსიდაციურ სტრესს ამცირებს პანკრეასზე. პანკრეასი ნაკლებად ზიანდება დროთა განმავლობაში და უკეთესად მუშაობს. ასევე ენერგიის დონეს აუმჯობესებს, კვლევების 85%-ში მწვანე ჩაი აუმჯობესებდა ენერგიის დონეს ადამიანების და ასევე გულსისხლძარღვთა სისტემას იცავს ზუსტად ამ ქოლესტერინის შემცირების გამო, ოქსიდაციური სტრესის შემცირების გამო გულსისხლძარღვთა სისტემას იცავს. ამიტომ რომ ადამიანები, ვისაც უნდა წვანში კლება, ადამიანები, ვისაც უნდათ რომ უფრო ნელა დაბერდნენ, ადამიანები, ვისაც უნდა გულსისხლძარღვთა სისტემის დაცვა და ქოლესტერინის დაკლება. ამათთვის არის მწვანე ჩაის ექსტრაქტი. ეხლა მწვანე ჩაის ექსტრაქტი რამდენად უსაფრთხოა, როდის მივიღოთ, რა დოზით მივიღოთ, რა არის ყველაზე ოპტიმალური. მწვანე ჩაის ექსტრაქტი 200 მილიგრამი ერთი მიღების დროს არის ყველაზე ოპტიმალური. 200 მილიგრამის ფარგლებში 150 ან 160 ან 180 ერთი მიღების დროს. ანუ ეს რომ იყოს დაახლოებით EGCG და ამ EGCG-ს 150 მილიგრამს დაახლოებით შეესაბამება 300 მილიგრამი მწვანე ჩაის ექსტრაქტი. ანუ უბრალოდ ექსტრაქტს თუ იღებ ადამიანი, მოკლედ დაახლოებით 300 მილიგრამი უნდა მიიღო ერთ მიღებაზე. კვებამდე დაახლოებით 60 წუთით ადრე, 60 წუთიდან 30 წუთით ადრე. იმისთვის რომ მადა შეამციროს, ცხიმების წვა აჩქაროს, დაახლოებით 9 საათიდან 1 საათამდე ამ შუალედში უნდა მიიღო. ან თუ ვარჯიშობ, იმისთვის რომ ვარჯიშის დროს ცხიმის წვა აჩქარდეს, დაახლოებით 30 წუთით ადრე უნდა მიიღო ასეთ დროსაც. ახლა რამდენად უსაფრთხოა? უსაფრთხოების კუთხით 800 მილიგრამამდე მიიჩნევა უსაფრთხოდ. 800 მილიგრამამდე შეგიძლია მიიღო უპრობლემოდ. დღის განმავლობაში 800 მილიგრამამდე ორგანიზმს არაფერს არ უშავს. 800 მილიგრამის ზევით, ოღონდ 800 მილიგრამი მწვანე ჩაის ექსტრაქტზე არაა საუბარი. 800 მილიგრამი EGCG-ზეა საუბარი და EGCG 800 მილიგრამი შეესაბამება დაახლოებით 1600 მილიგრამ მწვანე ჩაის ექსტრაქტს. ანუ ამაზე მაღალი დოზა არ უნდა მიიღო, იმიტომ რომ ღვიძლისთვის შეიძლება იყოს ტოქსიური ძალიან მაღალი დოზები, თუმცა ყოველდღიურობაში, რასაც ადამიანები იღებენ, როგორც წესი, არც ტოქსიურია, არც არაფერი პრობლემა არ არის, მოკლედ და უსაფრთხოდ მიიჩნევა ხანგრძლივი დროის განმავლობაშიც. ვინაიდან დროთა განმავლობაში შეიძლება მწვანე ჩაის ეფექტი რამდენიმე კვირის რამდენიმე თვის ფარგლებში შემცირდეს წვანში კლების ეფექტი, ამიტომ 3 თვე არის ხოლმე ოპტიმალური, ვისაც წვანში კლებისთვის უნდა მწვანე ჩაის ექსტრაქტის მიღება 3 თვის განმავლობაში იღებენ ხოლმე. 3 თვის განმავლობაში და მერე უნდა შეისვენო, მერე ისევ შეგიძლია დაიწყო, მერე შეისვენო და ასე შემდეგ. ყველაზე კარგი მიღება არის დილით და შუადღით, რადგან ხშირად არის ხოლმე მწვანე ჩაი ექსტრაქტი კომბინირებულია კოფეინთან, კოფეინი სტიმულანტია და რო არ დააძინოს ადამიანმა ეს იმისთვის რომ მად დააქვეითოს დაახლოებით 9 საათით ადრე უნდა მიიღო, ეს ცხიმების წვის ეფექტი დაახლოებით 6 საათის განმავლობაში გრძელდება, ამიტომ კარგი იქნება რომ ეს 6 საათი მოყვეს დღის განმავლობაში, რომ კარგად დაიწვას დღის განმავლობაში ცხიმები და ნუ მეორე დოზა შესაძლებელია რომ მიიღოს შუადღისით ადამიანმა. ვინ არ შეიძლება მიიღოს, ვისაც ღვიძლის სერიოზული პრობლემები აქვს, იმან არ შეიძლება მიიღოს, მეზუზურები და ორსულები არ იღებენ ხოლმე ზოგადად, იმიტომ რომ საშია, იმიტომ რომ უსაფრთხოების კვლევები არ ტარდება ხოლმე. რეალისტური მოლოდინები რა უნდა იყოს? დაახლოებით, ანუ ერთი კომპლექსის მიღების შემდეგ, სადღაც 3 კილოს ფარგლებში ახოლმე კლება, ზოგჯერ მეტი, ზოგჯერ ნაკლები, გააჩნია ადამიანი როგორ შეუწყობს ხელს.
3 კილო ძალიან რეალისტურია მოკლედ მწვანე ჩაისგან წონის კლებისთვის. ოღონდ რა თქმა უნდა, ანუ ხა ის ძალიან ჩქარ კლებას, ძალიან იმას არ უნდა მოელოდეს, იმიტომ რომ მედიცინურად არ არის გამართლებული, რომ ადამიანმა რაღაც კვირაში როქს უნდა რომ რამდენიმე კილო დაიკლოს, ესე არ ხდება მედიცინაში. ნუ თავიდან წყალს იკლებს ადამიანი და ის წყალი ძალიან შესამჩნევია ხოლმე და წყალი გონიათ რომ ცხიმია. ის წყალი ცხიმი არ არის. ცხიმის დაკლება სხვა არის. ცხიმი ნელა ხდება ცხიმის დაკლება. თავიდან ის რომ 2-3 კილოს იკლებს ადამიანის წყალია. შესაბამისად, იმაში არ უნდა აგვერიოს რეალურად, ანუ გრძელვადიანი შედეგი იმ მოკლებადიან კლებაში არ უნდა აგვერიოს, სხვადასხვა რამეებია ესენიც. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, ვისაც მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, გააშიარეთ, ან მხარი დამიჭირეთ, ვისაც დონაციები გინდათ არხის გამართული ფუნქციონირებისთვის, იმის რომ არხი განვითარდეს, შეგიძლიათ გააკეთოთ დონაციები ჩემს აღწერაში მიწერია ქვევით, ანგარიშებიც და პატრეონიც, ვისაც სურვილი გაქვთ, რა თქმა უნდა. ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ ჩემთან ხართ და მადლობა რომ გაინტერესებთ.